საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში ივრის ზეგანი შთამბეჭდავი, კონტრასტული ლანდშაფტების მხარეა. ვრცელი საძოვრები, არიდული ნათელი და ჭალის ტყეები, მდინარე ივრის დაკლაკნილ კალაპოტს მიუყვებიან და თვალწარმტაც პეიზაჟებს ქმნიან. აქაურობა არის სახლი ფლორის ისეთი იშვიათი წარმომადგენლებისათვის, როგორებიცაა კავკასიური აკაკი, საკმლისხე, ჭალის მუხა და ხვია, ფაუნას ბექობის არწივი, ველის არწივი, სვავი, კაკაბი და ფოცხვერი ამშვენებენ. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ივრის ზეგანზე ქურციკის მრავალრიცხოვანი პოპულაციას გვხვდებოდა, თუმცა ნადირობამ და საბინადრო გარემოს კარგვამ სახეობის გადაშენება გამოიწვია. საუკუნეების განმავლობაში ივრის ზეგანს ადამიანი და ველური ბუნება ჰარმონიულად ინაწილებდნენ. დღესდღეობით კი ბრაკონიერობამ, არამდგრადმა ძოვებამ და არასწორმა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებმა საფრთხე შეუქმნა აქაურ ბიომრავალფეროვნებასა და უნიკალურ ლანდშაფტს. ოდესღაც მდიდარი საძოვრები თანდათანობით შიშველ ნიადაგად იქცა. აქაური ფაუნა კი საკვებისა და თავშესაფრისთვის ამ ჰაბიტატებზეა დამოკიდებული. გარეულ ცხოველებთან ერთად უკვე საუკუნეებია ივრის ზეგანს საარსებოდ მეცხვარეებიც იყენებენ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქაურობა ცივი სეზონის მოსვლასთან ერთად იძენს. ის ერთადერთი ზამთრის საძოვარია საქართველოს ტერიტორიაზე. ხარში რო გამოველიცო პირველად. ჩემი წლოვანების ბიჭები თითქმის ყველა არის ერთეულების გარდა ხარში ნამყოფი ეს თუშები რა და. ეს ახალი თაობა ძალიან იშვიათს თუ დაინახავ დღესდღეობით აქ ხარში წამოსულს რა ეხლა მე ძმისშვილები მყვანან ორივენი შირაქში არიან რა ერთი 19 წლისა, მეორე 21-ისა რა. იძულებულები გახდნენ რა რომ გაჰყოლიყვნენ მამის დატოვებულ ხარსა და ძროხას თურე დიდა და არც მაგათ ხიბლავს ალბათ რა ვიცი ცალი ფეხი იქით დგას ევროპისკენ იცევენ ნო და რა ვიცი აბა იქით ცხოვრებას ამჯობინებენ და კარგი იქნება თუ მობრუნდებიან მაგრამ ცოტა ეგეთ პირობებში ცოტა საეჭვოა რომ მაიწადინონ დღევანდელობაში ჩვენი ხალხი ერთ პარტიაზე პერევლის გადაკვეთა რო გვიწევდა იყო რთული პერიოდია და უფრო გამარტივებით ცდილობდნენ რომ წასულიყვნენ მაგალითად ბორჯომის მხარეზე მან და რომ ახლოს იქნებოდნენ რა და აი ეს მჟავე წყლებია მანდეთ უფრო და ეგ ყველს აფუჭებს. ეხლა რასაც სვამს და სჭამს რძეში ხო გადის ეს ყველაფერი რა და აი მთათუშეთი მაგით არის უკეთესი რომ ყველაფერი ნატურალურია არ არის ეს მჟავე წყლები ბალახიც რა თქმა უნდა უფრო უკეთესია და გამოდის რა ეხლა თუშური ყველი უნდა მაიწველოს მთათუშეთში. ცხრის წველა თვითონ არის რთული. აი ცხარს ბაკში რო შეღრეკავ 4 ბერა უნდა გაუარო. ყველა ცხარი ესე იგი ჩათვალე რომ 4 ჯერ უნდა დაიჭირო და მოსწველო. თითო ბერას უნდებით საათნახევარი მაინც რა. შენ 6 საათი ზიხარ და სწველი. ეს არის რთული პროცესი. თან დილით უნდა აზრდგე, ასე ვთქვათ, 4-ის ნახევარზე. 4-ის ნახევარზე ისე ბნელა, რომ მანამ შემოთენდება, რომ წველას იწყებ უკვე და მერე უკვე რომ დაცხება რთულია უკვე სიცხეში ჯდომანი ცხარსთან წველა და მასეთი რამე უფრო ხდება აი აზერბაიჯანის მაცხოვრებლებსთან რა ეგენი არასწველიან ცხარს. ზაფხულში მაღალმთიან საძოვრებზე გაფანტული მრავალრიცხოვანი ცხვრისფარები
ზამთარში ერთიანად მიემართებიან ივრის ზეგნისკენ. ერთადერთი ზამთრის აძოვარი ამხელა დატვირთვას ვეღარ აუდის. მიწა თანდათან დეგრადირდება. ცხვრის სათანადოდ გამოსაკვებად მეცხვარეთა ნაწილს დამატებით უწევს საკვების შეძენა, რაც ცხვრის შენახვას აძვირებს. მატულობს მეცხვარეობის ტრადიციის მიტოვების და ფარის სრულად გაყიდვის შემთხვევები. ეს ხელს უწყობს საძოვრების მონოკულტურული პლანტაციებით ჩანაცვლებას. მეცხვარეობის ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხვრის გადარეკვის რთული, დამქანცველი და წინააღმდეგობით სავსე გზაა. თუმცა სირთულეების მიუხედავად ფერმერთა ნაწილი კვლავ რჩება ტრადიციული მეცხვარეობის ერთგული და აგრძელებს მომთაბარეობის პრაქტიკას. ჩვენი ძირითადი პრობლემები, თუ შეთიდა რომ ჩამოვალთ, ცივილიზაციას რომ შევეხებით, კახეთის სოფელში რომ შემოდივართ, იქიდან იწყება ჩვენი პრობლემები. აქ უკვე მესაზღვრევთ ამ პრობლემას, საბუთები რატო არა გაქვს? არა გვაქვს საბუთები. ყოველ წელიწადს ახალი უნდა მიხვიდე გამგეობაში და იქ თუ საბუთი არ მოგცეს რამე, ბინა ჩემია, საძოვარი არ არის ჩემი. ესე ვარ წლებია. აღარ ადრე სხვა მეცხვარეობა იყო გასა ახლა. ცხრიანი ხალხი იყო, ყველას თავი ცხვარი ხავდა და ინტერესი ჰქონდა რაღაცა. ახალგაზრდა ვინ წამოგივა? ანაკ რა უნდა ახალგაზრდა? არაფერი პირობები არ არის აბა. აბანო ხო გვინდა, წყალი გინდა, მე მაქვს მარტო წყალი, სხვა არავის არ აქვს ბინაზე. ადრე მატყლი და ყველი ერთ ფასში იყო. ახლა იქ ავწვავთ, აღარ ჩამოვაყრე. მიწა რა ფეხით აფუჭოს, ბევრი რო არის. აი ამ ადგილზე უნდა იყოს 800 სული. და ხავს 2000. ხვარი და 100 ძროხა. მეორე წელს ადგილი აღარ ვარგა. თუ ძალიან იგეთ კაიამინდები არ დაიჭირა და ბალახი არ მოვიდა, ვიცი. ეგეთი კიდე იშვიათია ახლა იმ ბოლო წლებში აღარ არის. სპარსეთის ყურის ქვეყნებში ცხვრის იმპორტმა დიდი მოთხოვნა გააჩინა ცოცხალ ბატკანზე. შესაბამისად, ბატკნის გაყიდვა სწრაფი შემოსავლის მიღების მთავარ წყაროდ. მიღებული ეკონომიკური სარგებელი კი ცხვრის ფარის ნორმალური რაოდენობის გაორმაგების, ხანდახან გასამაგების მოტივაციადაც კი იქცა. ივრის ზეგანზე არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ მრავალფეროვანი, პრობლემაზე ორიენტირებული მიდგომითაა შესაძლებელი. ისეთი მიდგომით, რომელიც ეხმიანება ძველ, ტრადიციული მეცხვარეობის პრაქტიკებს და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს აღდგეს ცხვრის პროდუქტების, ყველისა და მატყლის მაღალი რაოდენობით წარმოება რეალიზაცია. თხებს გამოუჯავრდით, თხებს! ვახტანგი თათაიძე 34 წლის უცხოა. მატყლისგან ბევრი რაღაცა მზადებული. ქარხნები მუშაობდა, რაღაცა.
იბაებენ რა. ეხლა უწყავს და ეგ ეყით, ადა იყო, რავი, 1 კილოსასაც გადაყენე, ფასი ჰქონდა და ეხლა როგორც ეხლა ყველას გააკეთებდა, ისე არ გადაყრი, ისე იყო მატყლი რაო. ყველა იმ მატყლს და იმას შემოსავლის წყარო ის იყო. მოთხოვნა რო იყოს და ის სულ შეიძლება დაფასოვება და თავის ის გექნება ნიშანი, ემბლემა გექნება, რაც შენია. შენი მით სხვა ხო ვერ გაასაღებ. შეიძლება ეხლა რო იყოს მოთხოვნა ჩააბარებ სუპერმარკეტია, მაღაზია თუ გაიტან ბაზარზე თვითონ. არავინ არ მოდის, არავინ არ ინტერესდება, რომ ვათაბა შენი ყველი რაღაცა ნიშანი დაადე და მე ჩავიბარებ რეალიზაცია მივცეთ. ბაზარში მიტანილი ყველას თუშური გონია და ვინც ვაჭარი გადამყიდველი და ის ყველა თუშურში ასაღებს არის. ეხლა რო იყოს ვთქვათ მოთხოვნა და ის თვითონ ის აპარატს შევიდეთ და თვითონ დავაფასოვეთ, მაგრამ ეხლა ჩვენ საოჯახოდ და იმად არის რა იქ რამოდენიმე ის ალნებშიო მივიტანთ ერთ თავს და ვაფასოვეთ და საწინააღმდეგო შესანახად. ისე ეხლა მე 3 და 4 ტონა ყველი ყოველ წელს სამართლა 3-4 ტონა სხვას დავაფასოვინო შემოჯახშივე და მე თვითონ კილოზე ლა ნახევარი და დაფასოვე. სხვაგან მიტანდა. თვითონ შევიძენდი მაგიმას და თვითონ დავაფასოვდი და თვითონ ბიომრავალფეროვნების გადარჩენისა და ადგილობრივი მეცხვარეების ხელშეწყობისთვის საბუკო საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის ივრის ზეგანზე როტაციული ძოვების დანერგვაზე 2019 წლიდან მუშაობს. როტაციული, იგივე მონაცვლეობითი ძოვების მეთოდი ამცირებს პირუტყვისგან გამოწვეულ ნიადაგის ეროზიას და ეხმარება საძოვრებს აღდგენაში. მეცხვარეებთან უწყვეტმა კომუნიკაციამ და შედეგიანმა ინიციატივებმა ნელ-ნელა გააჩინა ურთიერთნდობა და პრობლემის მოგვარების ახალი პერსპექტივები გამოაჩინა. ჩემო მოპოპისეული სუფელია იქ ვიშაგუთა და იქავა. თელავში ჩატარდა ყველის ფესტივალი და იქ გაიცნეს ჩემი ახლობელი რა და მე იმას რო გავუთავდა ყველი იმიდან რომ წაიღეს მე ჩემთან მოასწავლა და იქინა. ყველაზე კარგი იქნება ჩვენთვის პირველ პირს რომ მივაწოდოთ რა. აი 2-3 ადამიანის იმაში რო გადის უკვე ფასი აღარ ო ხელზე ჩამოსათვლელები ვართ რა ვინც ვარ. ჩემ ხელზე, ჩემ ასაკში. რავი ალბათ ბავშვობიდან ამ საქმეზე რო ვიყავი და რაღაც ამ მამაპაპისეული მას გავყევი ძალაუნები. რავი არც მინანია რომ ან არ ვისწავლე ან რაღაც. თავარია რეალიზაცია ქონდეს ამ ყველაფრის და რავი მე აქ მირჩევი. ხო რა მიყვარს ჩემი საქმე და რა თავარია ხელშეწყობა იყოს რაღაცეებში. გაჩნდა დოვლათის შექმნის იდეა. დოვლათი ქოლგა ბრენდია, რომელიც მეცხვარეებს რესურსების გაერთიანებისა და წარმოების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. მეცხვარეებს უნდა შეეძლოთ შუარგოლის, ეგრეთ წოდებული გადამყიდველის გარეშე ცხრის პროდუქციის რეალიზაცია და ხელშესახების სარგებლის მიღება. პირველ ეტაპზე საუბარია გუდის ხველის წარმოების მხარდაჭერაზე, მომავალში კი თექის აქსესუარებზე, ხალიჩებზე და ზოგადად ცხრის მეორადი პროდუქტების შექმნა რეალიზაციის ჯაჭვის განვითარებაზე. დოვლათის საბოლოო მისია თუშური მეცხვარეობის ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად ივრის ზეგნის თვალწარმტაცი ლანდშაფტებისა და უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა.